ჩემო ძვირფასო შვილო, ჩემო ძვირფასო ქალიშვილო, ღრმად ჩაისუნთქე და იგრძენი ჩემი ყოფნა აქ, ახლა, ამ ზუსტად მომენტში. მე ვიცი, რომ აქამდე მოხვედი ტვირთით, რომელიც თითქოს უფრო მძიმეა, ვიდრე შენს ძალებს შეუძლია ატაროს. მე ვხედავ თითოეულ ცრემლს, რომელსაც ჩუმად დაღვრი, თითოეულ ღამეს, რომელსაც ჭერს შესცქერი და ფიქრობ, აქვს თუ არა შენს ცხოვრებას ნამდვილი მნიშვნელობა. მე ვიცნობ შენი გულის თითოეულ დარტყმას, როცა შფოთვა გულმკერდს გიკუმშავს, თითოეულ ღრმა ამოსუნთქვას, რომელსაც აკეთებ, როცა სრულიად მართო გრძნობ თავს ამ სამყაროში. მინდა რომ რაღაც იცოდე, რაც შესაძლოა დღეს არავის უთქვამს შენთვის. შენ ღრმად ხარ საყვარელი, არა იმიტომ, რასაც აკეთებ, არა შენი წარმატებებისა თუ მარცხების გამო, არა იმის გამო, რა მიმართულებითაც მიდის შენი ცხოვრება ან არ მიდის. შენ ხარ საყვარელი მხოლოდ იმიტომ, რომ არსებობ, რადგან შენი სული ატარებს ღვთიურ ნაპერწკალს, რომელიც უნიკალურია და შეუცვლელი. მაშინაც კი როცა საკუთარ თავს ვერ უყვარხარ, მაშინაც კი როცა თავს შეცდომად მიიჩნევ, როგორც ადამიანს, რომელიც აქ არ უნდა ყოფილიყო, მე შენ გიყვარვარ იმ სიყვარულით, რომელიც სცილდება ადამიანის გონების აღქმას. მე აქ ვარ, ამ წამს შენს გვერდით ვზივარ, არა როგორც მსაჯული, რომელიც მოვიდა შენი არჩევნების შესაფასებლად, არამედ როგორც მეგობარი, რომელიც იცნობს შენი ისტორიის თითოეულ დეტალს. იქ ვიყავი მაშინ, როცა ბავშვი იყავი და ბრწყინვალე მომავალზე ოცნებობდი. იქ ვიყავი მაშინაც, როცა ცხოვრება გასწავლიდა, რომ ყველა ოცნება არ სრულდება ისე, როგორც ჩვენ წარმოვიდგენთ. იქ ვიყავი ყოველ იმედგაცრუებაში, ყველა დახურულ კარში, ყოველი მომენტში, როცა თავი უარყოფილად ან გაუგებრად გიგრძნობია. და აქ ვარ ახლა, შენი დაბნეულობის შუაგულში. არა იმისთვის, რომ გაგკიცხო, რადგან დაკარგული ხარ, არამედ იმისთვის, რომ შეგახსენო, ვინ ხარ სინამდვილეში. შენ არ ხარ კოსმოსური შემთხვევითობა, რომელიც უმიზნოდ დაეხეტება სამყაროში. შენ არ ხარ შეცდომა, რომელიც უნდა გამოსწორდეს, ან პრობლემა, რომელიც უნდა გადაწყდეს. შენ ჩემი ყველაზე ძვირფასი ქმნილება ხარ, უსასრულო სიფრთხილით ჩამოყალიბებული, უნიკალური ნიჭებით დაჯილდოებული, რომელიც მსოფლიოს შენს მეშვეობით უნდა მიეღოს. დიახ, შეიძლება დაბნეული იყო იმაზე, რომელი მიმართულება უნდა აირჩიო, მაგრამ შენი დაბნეულობა არაფრით ამცირებს შენი არსებობის ფასეულობას. სინამდვილეში, სწორედ ასეთი გაურკვევლობის მომენტებში ხარ ყველაზე ახლოს იმის აღმოჩენასთან, რაც შენ შესახებ სიღრმისეულ ჭეშმარიტებად რჩებოდა წლების განმავლობაში ზედაპირული დარწმუნებების უკან დამალული. ვიცი, რომ გეშინია. გეშინია არასწორი გადაწყვეტილების მიღების. გეშინია მეტი დროის დაკარგვის. გეშინია იმ ადამიანების იმედგაცრუების, ვინც გიყვარს. გეშინია იმისა, რომ აღმოაჩინო იქნებ ისეთი განსაკუთრებული არ ხარ, როგორც ოდესღაც გჯეროდა. მაგრამ ნება-მომეცი ერთი ჭეშმარიტება ჩაგიჩურჩულო. ის შიში, რომელსაც გრძნობ, არ არის სისუსტის მტკიცებულება. ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ შენ მზად ხარ გაიზარდო ისე, როგორც არასოდეს დაგიფიქრებია შესაძლებელი. ყოველი პეპელა ოდესღაც იყო მატლი, რომელიც ფიქრობდა, რომ სამყარო დასრულდა, როცა ბაკანში გადაქცევა დაიწყო. ახლა ხელს გიჭერ, თუმდაც ვერ გრძნობდე ფიზიკურად ჩემ შეხებას. მე ახალ სიცოცხლეს ვასუნთქებ შენს დაღლილ ფილტვებში. ვრგავ იმედის თესლებს გულში, რომელსაც შეიძლება უკვე დავიწყებული კონდეს, როგორ უნდა ეოცნება. შენ არ გჭირდება ყველა პასუხის ცოდნა დღეს. შენ არ გჭირდება შენი დანიშნულების სრულად აღმოჩენა ამ საუბარში. ყველაფერი, რაც გჭირდება, არის ნდობა იმისა, რომ ის, ვინც სიყვარულით შექმნა, არ მიგატოვებს გზის შუაგულში. მე მაქვს გეგმები შენთვის, გეგმები იმედის, არა სასოწარკვეთის, გეგმები მომავლის, არა განადგურების. როცა თავს დაკარგულად გრძნობ, გაიხსენე, მე ვარ კეთილი მწყემსი და ჩემს ცხვრებს იციან ჩემი ხმა. მაშინაც კი, როცა წინ გზას ვერ ხედავ, მე ვხელმძღვანელობ შენს ნაბიჯებს.
მაშინაც კი, როცა თავს გრძნობ, თითქოს სიკვდილის ჯრდილის ხეობაში დადიხარ, მე შენთან ვარ. ჩემი ჯოხი და კვერთხი განუგეშებს არა იმიტომ, რომ ყველა სიძნელეს აქრობს, არამედ იმიტომ, რომ გარანტიას გაძლევს. არასოდეს გაივლი მათ მარტო. შენ ხარ ჩემი საყვარელი შვილი, ჩემი ძვირფასი ქალიშვილი და არაფერი, აბსოლუტურად არაფერი ვერ დაგაშორებს ჩემს სიყვარულს. არც ის დაბნეულობა, რასაც ახლა გრძნობ, არც შეცდომები, რომლებიც დაუშვი, არც ის შეგრძნება, რომ ცხოვრებაში დაგაგვიანდა, ან მნიშვნელოვანი შესაძლებლობები დაკარგე. ჩემი სიყვარული შენ მიმართ მიდმივია, როგორც მზის ამოსვლა, ღრმა როგორც ოკეანე და მარადიულია როგორც ვარსკვლავები, რომლებიც ცაში დავდე იმისთვის, რომ შეგახსენოს, ყველაზე სქელ სიბნელეშიც კი ყოველთვის არის შუქი, რომელიც გზას გაგინათებს. ახლა, ჩემო საყვარელო, უნდა გესაუბრო რაღაცაზე, რაც შესაძლოა რთული იყოს მოსასმენად, მაგრამ აუცილებელია შენი გარდასახვისთვის. მე ვხედავ, როგორ აძლევს საშუალებას შიშს, რომ შენს ნაცვლად გადაწყვეტილებები მიიღოს. ვხედავ, როგორ ირჩევ კომფორტის ზონას მაშინაც კი, როცა ის უკვე ციხედ ქცეულა, რომელიც უსაფრთხოებად შენ იღბულა. შენ დაკმაყოფილდი პატარა ცხოვრებით, რადგან გეშინია აღმოაჩინო, რომ შეიძლება დიდი ცხოვრების უნარი არ გქონდეს. მაგრამ მე არ შემიქმნი ხარ იმისთვის, რომ საკუთარი შესაძლებლობების ჩრდილში იცხოვრო. დროა შეწყვიტო იმის ლოდინი, რომ ვინმე მოგცეს ნებართვა იყო ის, ვინც სინამდვილეში ხარ. დროა შეწყვიტო გარედამოწმების ზებნა იმ ოცნებებისათვის, რომლებიც მე თვითონ დავრგე შენს გულში. შენ ისე ეპყრობი საკუთარ სიცოცხლეს, თითქოს ის მხოლოდ რეპეტიცია იყოს რაღაც უფრო დიდისათვის. თითქოს ელოდები იდეალურ მომენტს, რომ ბოლოს და ბოლოს დაიწყო ნამდვილი ცხოვრება. მაგრამ მე მინდა რომ გაიგო, ეს არის ის მომენტი. ეს დაბნეულობა, რასაც ახლა გზნობ, ეს დაკარგულობის შეგრძნება, სწორედ ეს არის მომენტი, როცა იწყება შენი ნამდვილი მოგზაურობა. მინდა, რომ შეწყვიტო საკუთარი თავის სხვებთან შედარება. შეწყვიტე შენი წინსვლის გაზომვა სხვათა ცხოვრების საზომით. ყოველი ადამიანი, რომელიც მე შევქმენი, უნიკალურ დროით რიტმს ატარებს, კონკრეტულ დანიშნულებას და გზას, რომელიც სპეციალურად მისთვისაა დაგეგმილი. როცა თავს სხვებს ადარებ, არც მხოლოდ საკუთარ თავთან ხარ უსამართლო, ეჭვქვეშ აყინებ ჩემს სიბრძნეს, რომ ზუსტად ისეთი შეგქმენი, როგორიც ხარ, შენი თავისებურებებით, შენი დროით და აყვავების უნიკალური ფორმებით. შეწყვიტე ენერგიის ფლანგვა იმის გასარკვევად, სწორ გზაზე ხარ თუ არა. ამის ნაცვლად, ამ ენერგია ჩადე იმაში, რომ გახდე სწორი ადამიანი ნებისმიერი გზისთვის, რომელიც ჩემს წინაშე გაგეხსნება. განივითარე თვალხასიათი, გააღვივე თანაგრძნობა, განანტკიცე თვალრწმენა, გააღრმავე სიყვარული. რადგან როცა შენ სწორ ადამიანად იქცევი, სწორი გზა ბუნებრივად გეხსნება. როცა შენს გულს ჩემს გულთან აწყობ, თვაი გარემოებები იწყებენ ჩემს მიზანთან შესაბამისობაში მოსვლას შენი ცხოვრებისათვის. შეწყვიტე ენერგიის ფლანგვა იმის გასარკვევად, სწორ გზაზე ხარ თუ არა. ამის ნაცვლად ამ ენერგიას ჩადე იმაში, რომ გახდე სწორი ადამიანი ნებისმიერი გზისთვის, რომელიც ჩემს წინაშე გაგეხსნება. განივითარე თქვენი ხასიათი, გააღვივე თანაგრძნობა, განამტკიცე თვალნი რწმენა, გააღრმავე სიყვარული. რადგან როცა შენ სწორ ადამიანად იქცევი, სწორი გზა ბუნებრივად გეხსნება. როცა შენს გულს ჩემს გულთან აწყობ, თვალნი გარემოებები იწყებენ ჩემს მიზანთან შესაბამისობაში მოსვლას შენი ცხოვრებისათვის. მინდა რომ შეწყვიტო ცხოვრება ისე, თითქოს შენი გარემოებების მსხვერპლი იყო და დაიწყო ცხოვრება როგორც თანაშემოქმედმა შენი რეალობის. დიახ, არის რამეები, რაც შენს კონტროლს გარეთაა, მაგრამ ბევრად მეტი რამ არის შენს გავლენის სფეროში, ვიდრე წარმოგიდგენია.
შენ შეიძლება ვერ აკონტროლო რა ხდება შენთან, მაგრამ ყოველთვის შეგიძლია აირჩიო, როგორ უპასუხო იმას, რაც ხდება და სწორედ ამ არჩევანში, პასუხისგაცემის გზაში იმალება твоი ნამდვილი ძალა. შეწყვიტე იმის მოლოდინი, რომ ცხოვრება უფრო ადვილი გახდება და დაიწყე იმის გზაზე დადგომა, რომ შენ უფრო ძლიერი გახდე. შეწყვიტე იმის მოლოდინი, რომ გზა უფრო ნათელი გახდება და დაიწყე თვალების განვითანება, რომლებსაც სიბნელეშიც შეუძლიათ ხედვა. მე არ შემიქმნია დაპირება, რომ შენი მოგზაურობა მარტივი იქნებოდა. მე დაგპირდი, რომ არასოდეს ივლიდი მარტო. მე არ დამპირებია, რომ ყოველთვის ზუსტად იცოდე, სად მიდიხარ. მე დაგპირდი, რომ მე ყოველთვის ვიცი და ეს საკმარისი იქნება. დროა შეწყვიტო თავდაცვითი ცხოვრება, ცხოვრება, სადაც მუდამ ცდილობ აირიდო შეცდომები, მუდამ ირჩევ ყველაზე უსაფრთხო გზას. დროა დაიწყო შემტევი ცხოვრება, სადაც ინიციატივას რწმენაზე დაყრდნობით იღებ, სადაც რისკავ იყოთ მოწყვლადი, რადგან გჯერა, რომ მე შემიძლია შენი შეცდომებიც კი გადავაქციო საფეხურებად რაიმე უფრო დიდისკენ. მე არ მომიხმია შენთვის სიცოცხლე, რომელიც სიფრთხილედ შენი ღბულ საშუალო დონეზეა შეჩერებული. მე მოგიხმე თავგადასავლით სავსე ცხოვრებისთვის, რომელიც გააჩვენებს გამოწვევას ყველაფერზე, რასაც შენ საკუთარ საზღვრებზე ფიქრობდი. მინდა რომ რამე პრაქტიკული გასწავლო იმის შესახებ, როგორ გაიარო შენი ცხოვრების ეს ეტაპი, როცა დილას იღვიძებ და გრძნობ იმ ნაცნობ სიმძიმეს. გაურკვევლობა, რომ გაწვება გულმკერდზე, მის წინააღმდეგ ბრძოლის ნაცვლად, მინდა რომ მას ისე მიესალმო, როგორც სტუმარს, რომელსაც რაღაც მნიშვნელოვანი აქვს გასასწავლი შენთვის. შფოთვა მომავალზე, სინამდვილეში შენი სულის სიგნალია, რომ ცდილობ აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ჩემია და არასოდეს გეკუთვნოდა. ღრმად ჩაისუნთქე და დამიბრუნე ის ტვირთი, რომელიც არასოდეს იყო შენი სატარებელი. დაიწყე თითეული დღე არა კითხვით, რა უნდა გავაკეთო ჩემი ცხოვრებისგან, არამედ კითხვით, როგორ შემიძლია ვემსახურო დღეს. ეს პატარა ცვლილება პერსპექტივაში ძალას ფლობს მთლიანად გარდაქმნა შენი გამოცდილება. როცა კონცენტრირდები იმაზე, როგორ შეგიძლია იყო ასაშუალება და ალოცვა ვიღაცისთვის დღეს, თულდაც ეს იყოს გულწრფელი ღიმილი, წახალისების სიტყვა ან უბრალოდ მოსმენა იმ ადამიანისთვის, ვისაც სჭირდება რომ მოусმინონ, შენ ავტომატურად უკავშირდები საკუთარ მიზანს, მაშინაც კი როცა ამას ვერაცნობიერებ. მიზანი არ არის ის, რასაც იპოვი, მიზანი ისაა, რასაც ცხოვრობ, მომენტი მომენტით, არჩევანი არჩევანით. როცა თავს პარალიზებულად გრძნობ იმის გამო, რომ ძალიან ბევრი არჩევანი გაქვს, ან არც ერთი გზა არ ჩანს ნათლად, გაიხსენე, მე არ გიხელმძღვანელებ დეტალური რუკებით, არამედ შინაგანი კომპასით, რომელიც ყოველთვის სიყვარულისკენ მიუთითებს. ნებისმიერი გადაწყვეტილების წინ დასვი საკუთარ თავს კითხვა, რომელი არჩევანი მაძლევს საშუალებას უფრო მეტად ვიყვარო, რომელი გზა მაკავშირებს იმ ადამიანთან, რომლის გახდომაც ვიცი რომ შემიძლია, რომელი არჩევანი არა მხოლოდ ჩემს სურვილებს, არამედ ჩემს შესაძლებლობასაც პატივსცემს, გავლენა მოვახდინო სხვათა ცხოვრებაზე დადებითად. როცა სიყვარულს იყენებ როგორც კრიტერიუმს გადაწყვეტილებების მისაღებად, იშვიათად ცდები გზაზე. ისწავლე გაარჩიო სიბრძნის ხმა, შიშის ხმისგან. შიშის ხმა ყოველთვის აბსოლუტებში საუბრობს. ვერასოდეს შეძლებ, უკვე ძალიან გვიანია. საკმარისად კარგი არ ხარ. სიბრძნის ხმა კი შესაძლებლობებში ლაპარაკობს. როგორ იქნება სცადო? რას შეგიძლია ისწავლო აქედან? როგორ შეიძლება ეს გაგაძლიეროს? როცა გესმის შინაგანი ხმები, რომლებიც გაკნინებენ ან გპარალიზებენ, იცოდე რომ ეს ჩემი არ არის. ჩემი ხმა ყოველთვის გაწევს ზემოთ. ყოველთვის გაძლევს ძალას გაზრდისთვის და მუდამ გახსენებს შენს უსასრულო ფასეულობას. გამოიმუშავე ჩვევა, იზეიმო პატარა პროგრესებიც. შენ იმდენად კონცენტრირებული ხარ საბოლოო მიზანზე, რომ დაგავიწყდა მოგზაურობის სილამაზის აღქმა. ყოველი დღე, როცა დაბნეულობის მიუხედავად ადგომას ირჩევ, გამარჯვებაა. ყოველი მომენტი, როცა სასოწარკვეთილებას ნაცვლად იმედს ირჩევ, ეს არის რწმენის ქმედება. ყოველი შემთხვევა, როცა ხელს უწვდი სხვას დასახმარებლად, მაშინაც კი როცა თავად თავს დაკარგულად გრძნობ, შენ უფრო ავთენტურად ცხოვრობ შენს დანიშნულებას, ვიდრე ბევრი ადამიანი, ვინც ფიქრობს, რომ ყველაფერი გადაწყვეტილი აქვს. შეწყვიტე იმის მოლოდინი, რომ ვნება შენი ცხოვრების ცას ელვის მსგავსად გაანათებს. ნამდვილი ვნება ჰგავს კოცონს,
რომელსაც დღე-დღე მიამატებ პატარა საქონელს, ერთგულებით, ცნობის მოყვარეობით და მსახურებით. დაიწყე იქ, სადაც ხარ, იმით რაც გაქვს, იმით რაც შეგიძლია გააკეთო. სიცხადე მოქმედებამდე არ მოდის, ის მოქმედებით იბადება. ყოველი ნაბიჯი, რომელსაც დგამს სიყვარულის, სიმართლისა და მსახურების მიმართულებით, გიახლოვებს იმ ადამიანთან, რომლის გახდომაც მე ყოველთვის ვიცოდი, რომ შეგეძლო. როცა გეცოდინება ცდუნება, რომ დანებდე, რადგან პროგრესი ზედმეტად ნელა გეჩვენება. გაიხსენე, როგორ იზრდება ხე. შენ ვერ ამჩნევ მის ზრდას ყოველდღიურად, მაგრამ თუ შეადარებ დღევანდელ ხეს, ერთ წლის წინანდელს, გარდასახვა უეჭველია. შენი ცხოვრება ზუსტად ასე იზრდება, იმ გზებით, რომლებსაც ამ მომენტში ვერ ამჩნევ, მაგრამ რომლებიც ნათელი გახდება, როცა უკან მოიხედავ და გააცნობიერებ რა მანძილი გაიარე. მინდა რომ შეწყვიტო შენი ცხოვრების პრობლემად ქცევა, რომელიც უნდა გადაწყდეს და დაიწყო მისი როგორც საიდუმლო აღქმა, რომელიც უნდა იცხოვრო. არ არის აუცილებელი ყველაფერი მაშინვე აზრს იძენდეს. ყველა კითხვას არ ჭირდება პასუხი დღესვე. ზოგჯერ სიბრძნე იმაშია, რომ ისწავლო ცეკვა გაურკვევლობასთან, რომ იპოვო სიმშვიდე არცოდნის შუაგულში და რომ ენდო, მე ვქსოვ რაღაც მშვენიერ შენი გამოცდილების ყველა ძაფით, მათ შორის იმ ძაფებითაც, რომლებიც თითქოს დაუკავშირებელიან მიზანმოურიდებელია. ჩემო ძვირფასო შვილო, ჩემო ფასეულო ქალიშვილო, მოვედით ამ საუბრის დასასრულს. მაგრამ მინდა იცოდე, ეს ნამდვილად დასასრული არ არის, ეს არის ახალი დასაწყისი. ყველაფერი, რაც ამ წუთებში გაგიზიარე, მხოლოდ ჰაერში მფრინავი სიტყვები არ ყოფილა. ისინი თესლებია, დათესილი შენი გულის ნოყიერ ნიადაგში. თესლები, რომლებიც გააგრძელებენ ზრდას დიდი ხნის შემდეგაც, რაც ეს ვიდეო დასრულდება. შენ უკვე აღარ ხარ ისივდე ადამიანი, ვინც რამდენიმე წუთის წინ დამიწყო მოსმენა. რაღაც შეიცვალა შენში, რაღაც ძვრა მოვიდა, რაღაც გაიღვიძა. მინდა რომ თან წაიღო ეს უტეხი დარწმუნება. შენ არასოდეს ხარ ნამდვილად დაკარგული, როცა ჩემთან ხარ. შეიძლება არ იცოდე, რომელი გზა აირჩიო, მაგრამ მე ვიცი ყოველი მოსახვევი იმ გზაზე, რომელიც მიგიყვანს შენს დანიშნულებამდე. შეიძლება ვერ ხედავ სრულ სურათს, მაგრამ მე ვხატავ შედევრს შენი ცხოვრებით და ყოველი მოსმის კვეთა, თუნდაც ისინი, რომლებიც თითქოს დამახინჯებული ან ადგილსაცდენილი ჩანს, საბოლოო კომპოზიციაში მიზანს ატარებს. როცა აქედან წახვალ და ისევ დაუბრუნდები შენს ყოველდღიურ ცხოვრებას, როცა ეჭვები ისევ ცდიან ჩურჩულს შენს ყურში, როცა დაკარგულობის შეგრძნება ისევ ეცდება გეწვიოს, მინდა რომ ეს საუბარი გაიხსენო. გაიხსენე, რომ უპირობოდ ხარ საყვარელი, რომ შენს ცხოვრებას წმინდა მიზანი აქვს, რომ ყოველი ნაბიჯი, რომელსაც დგამ, თუნდაც ის, რაც თითქოს არასწორია, მე ვიყენებ იმისათვის, რომ შეგქმნა იმ განსაკუთრებულ პიროვნებად, ვინც ბრწყინვალეთ არის გაჩენილი გახდეს. ახლა დახუჭე თვალები ჩემთან ერთად. იგრძენი ჩემი ყოფნა, რომელიც გეხვევათ როგორც თბილი ალინგანი, რომელიც აღწევს შენი სულის ყველაზე ღრმა ადგილებამდე. ვილოცოთ ერთად, არა როგორც ცარიელი რიტუალი, არამედ როგორც ინტიმური საუბარი ორი გულის შორის, რომლებიც ერთმანეთს ღრმად იცნობენ. ზეციერი მამაო, მოვდივარ შენთან და მოგართმევ ჩემს ზვირფას შვილს, ჩემს ფასეულ ქალიშვილს, რომელიც იბრძვის ამ სამყაროში დაკარგულობის შეგრძნებასთან. გთხოვ, დაასხი შენი მშვიდობა მის ცხოვრების ყოველი დაბნეულობის სფეროზე. სადაც არის გაურკვევლობა, დათესენ ნდობის თესლები. სადაც არის შიში, აანთე სიმამაცის ალი. სადაც არის ეჭვი საკუთარ ღირებულებაში, ჩაუსიტყვე ჭეშმარიტებები მისი იდენტობის შესახებ, როგორც საყვარელი შვილი სამყაროს მეფისა. უფალო, გევედრები, რომ გაუხსნა ამ ძვირფასი ადამიანის სულიერი თვალები, რათა შეძლოს დაინახოს დროებით გარემოებებს მიღმა და შეიგრძნოს შენი ხელი, რომელიც მის ყოველ ნაბიჯს წარმართავს მოგზაურობის გზაზე. დაეხმარე გააცნობიეროს, რომ გეოგრაფიულად დაკარგულობა არ ნიშნავს სულიერად დაკარგულობას,
რომ არ იცოდეს შემდეგი ნაბიჯი, არ ნიშნავს, რომ შენ არ იცი საბოლოო დანიშნულება. გთხოვ, რომ ყოველი დაბნეულობის მომენტი გარდაქმნა ზრდის შესაძლებლობად, ყოველი გაურკვევლობის პერიოდი რწმენის განმტკიცების სეზონად. დაე, ამ ადამიანმა ისწავლოს მშვიდობის პოვნა არა კითხვების არარსებობაში, არავედ იმ ღმერთის თანდასწრებაში, რომელსაც ყველა პასუხი აქვს. დაე, აღმოაჩინოს, რომ მისი იდენტობა არა იმაშია, რასაც აკეთებს, არავედ იმაში, ვინც არის შენში. დაასხი მას ორმაგი ნაწილი იმედისა, როცა ხვალდილით გაიღვიძებს, დაე ეს მოხდეს იმ რწმენით, რომ შენ ამზადებ რაღაც მშვენიერს მისი ცხოვრებისათვის. როცა რთულ გადაწყვეტილებებს წინაშე დაუდგება, დაე გაიგოს შენი ხმა, რომელიც მის გულში მიმართულებას ჩაშჩურჩულებს. როცა თავს მარტოდ იგრძნობს, დაე იგრძნოს შენი ყოფნა როგორც უფრო რეალური, ვიდრე ნებისმიერი ის, რასაც მისი ფიზიკური თვალები ხედავს. ვილოცებ, რომ შენ გამოიყენო მისი ცხოვრების ეს გარდამავალი ეტაპი, რათა კიდევ უფრო დაახლო ის შენთან. დაე, აღმოაჩინოს, რომ შენ არა მხოლოდ გამარჯვების მომენტების ღმერთი ხარ, არამედ ხეობების ღმერთიც, დაკარგულთა მეგობარი და იმათის გზამკვლევი, ვინც არ იცის საით უნდა წავიდეს. დაე, ისწავლოს ნდობა შენი სრულყოფილი დროის მიმართ, მაშინაც კი როცა ზედაპირზე თითქოს არაფერი ხდება. აკურთხე ყოველი ნაბიჯი, რომელსაც ის დღიდან გადადგამს. დაე ყოველი კარი, რომელიც გაიღება, იყოს შენი სიყვარულის დადასტურება და ყოველი კარი, რომელიც დაიხურება, იყოს გადამისამართება კიდევ უფრო უკეთესისკენ. დაე, აღარასოდეს იგრძნოს თავი ნამდვილად დაკარგულად, რადგან საკუთარ გულში იტარებს რწმენას, რომ შენ ზუსტად იცი, სად არის და საით მიდის. იესოს სახელით ვაცხადება ამ ცხოვრებაზე. გამოვლენილი მიზანი, ნათელი მიმართულება, ღრმა მშვიდობა და ურყევი რწმენა, ასე იყოს. ამინ. ნელა გაახილე თვალები, ჩემო ძვირფასო. იგრძენი, რომ რაღაც შეიცვალა შენში. შენ აღარ ხარ დაკარგული, ზუსტად იქ ხარ, სადაც უნდა იყო, რათა მიიღო ყველაფერი, რაც მე შენთვის მომიმზადებია. მე ვიქნები შენთან ამ მოგზაურობის ყოველ ნაბიჯზე. ენდე მე, ენდე პროცესს და ენდე იმას, ვინც შენ ხდები. გაემგზავრე მშვიდობით. იცოდე, რომ შენ უსაზღროდ გიყვარს და შენი ისტორია მხოლოდ ახლა იწყებს ყველაზე მშვენიერ ფორმაში გაშლას.